რაც შეეხება იმ ჩემს ნათქვამს, რომ 40 წლის ასაკში მეოთხე შვილი გავაჩინე და 50 წლის ასაკში გავთხოვდი, ზოგმა ცოტა ვერ გაიგო და იყო რაღაცეები, ბულინგის მაგვარი, ძალიან ბევრი არასწორი კომენტარი იყო, რომ მე ოჯახი დავანგრიე, ეს არის არასწორი და ასევე ძალიან არასწორი კომენტარები იყო, როდესაც თქვეს, რომ მე შვილები მივატოვე, ეს ძალიან მტკივნეულია ჩემთვის, არ მიმიტოვებია შვილები, შვილები არის ყველაზე ძვირფას. მე უბრალოდ სტიმული მივეცი ქალბატონებს ამითი, რომ 40 წლის ასაკში შეიძლება კიდე მეოთხე შვილიც გააჩინო და ბევრი განსაცდელის თუ გულის ტკივილის თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ მიუხედავად შეიძლება იყო ბედნიერი და 50 წლის ასაკში იყო ბედნიერი და გათხოვდა კიდევაც. ჩემი მეუღლე არის ძალიან კარგი ადამიანი და მე პირველად ვიგრძენი, ეწყინება, პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს ადამიანი ზრუნავდეს შენზე, ადამიანი პატევს გცემდეს და იყოს მოცული იმითი, რომ შენ გაგაბედნიეროს, რასაკვირველია, შენც გიჩნდება სურვილი, ასეთივე რომ დაუბრუნო და აი ეს ურთიერთობა და როგორ გავიცანით, ძალიან ისეთ ადგილას გავიცანით ერთმანეთის, არც მინდა გახსენება იმ პერიოდის, არასწორ სამსახურში მოვხდი ძალიან და დაიწყო მეგობრობით, როგორც ხდება. და ამ მეგობრობაში უკვე ვიგრძენი, რომ სიმპათია მოდიოდა, არასწორს ქალმა არ იგრძნოს და რასაკვირველია ჩემგანაც და ესე ნელ-ნელა გადაიზარდა ძალიან დიდ სიყვარულში. რთული პერიოდი ძალიან ბევრი მქონია და დღესაც მაქვს რთული პერიოდი. ანუ შეუძლებელია ეს რაღაცნაირად შენს პიროვნულ ზრდასაც უწყობს ხელს და აბსოლუტურად ყველა განსაცდელი თუ ტკივილი იმ წუთას რო გტკივა, მერე გადის დრო და მადლიერი ხარ იმისი. დღეს უკვე ადრე ვერ აღვიქვავდი და რაღაცნაირად ისე პანიკაც მეწყებოდა, რომ რატო და ეხლა უკვე რომ მივხვდი, რომ ყველა განსაცდელის მერე მადლიერი ხარ, იმიტომ რომ ასე იყო საჭირო რაღაცისთვის, დღეს უკვე ამ განსაცდელს უყურებ, როგორც ეხლა რა გზა მაქვს გასავლელი, რა მაქვს გამოსასწორებელი და რისკენ მივდივარ. ამიტომ ნაკლებად ვშფოთავ ამაზე და ნაკლებად ვნერვიულობ. და შინაგანი ბავშვი არ უნდა ჩავკათ ჩვენში. მე ყოველთვის ვიძახი და ვიტყვი კიდევაც, რომ იყავით რა კეთილები, გაბედნიერებდეთ სხვისი ბედნიერება. ჩემთვის სცენა იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე მე ვარ მომღერალი. ჩემთვის სცენა არის ყველაფერი, როდესაც კამერა ირთვება გადაცემის გადაღება, თუ სტუმრად ვარ მიწვეული გადაცემაში, თუ სცენაზე გამოდე, იმხელა ენერგეტიკა მოდის, რომ ვერ გიხსნით ეს რა არის. ყველაზე კარგი ხუმრობა რა არის და ის რომ მე ვარ მომღერალი, იმიტომ რომ მე მაქვს აბსოლუტური სმენა. და სულ ხუმრობით მithქვავს, რომ ძალიან მინდა ისე მომღეროდე, როგორი სმენაც მაქვს. ამიტომ ჩემს ხარვეზებს ძალიან სწორად აღვიქვავ. და მე არ ვთვლი, მომღერალი არის ნატო მეტონიძე, ეკა კვალიაშვილი, ძალიან ბევრს ჩამოვთვლი, არ მინდა ვინმეს ეწყინოს, ისინი არიან მომღერლები. მე ვარ აი ესე გამოვედი რაღაცა საყვარელი მომღერალი, იმიტომ რომ 97 წლიდან დღემდე მომიყვანა მსმენელმა და მაყურებელმა, მათმა სიყვარულმა და ალბათ რაღაცას ისეც ვაძლევ, რამაც მოხიბლა მსმენელი და მაყურებელი და დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც 30 წელი თითქმის აქამდე მომიყვანეს და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის მსმენელის და მაყურებლის სიყვარული. აი ისეთი ბედნიერი ვარ ხოლმე ქუჩაში რომ მეფერებიან და მესიყვარულებიან, რომ აი რა გითხრათ.